დღეს 19 აგვისტოს ფერიცვალებაა. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელ ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება. ნაცხოვრის ფერიცვალების დღესასწაული 12 უდიდესი დღესასწაულის რიცხვში შედის და უფალ იესო ქრისტეს ამ ქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება. თაბორის მთაზე ფერიცვალებით უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღვთაებრივი დიდება, ღვთაებრივი, შეუქმნელი, მარადიული ნათელი, უფრო ბრწყინვალე და წმინდა ვიდრე მზის სხივები, ნათელი, რომელიც მათ სულებს საოცარი სიხარულით, ზეციური სიმშვიდითა და ნეტარებით ავსებდა. მოწაფეთა წინაშე განცხადდა მარადიული სიცოცხლის საიდუმლო, ანუ ის სიცოცხლის საიდუმლო, რომელიც მარადიულადაა გაცისკრონებული ღვთაებრივი ნათლით. სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სენაკის და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ აღავლინა. ფერიცვალების დღესასწაულს საკათედრო ტაძრის სამრეკლოს გახსნა და კურთხევა დაემთხვა. სამრეკლოს მშენებლობა საფუძველი 2 წლის წინ ჩაეყარა, რომელიც სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის გურამ მისაგვიშვილის ძალისხმევით აშენდა. სამრეკლოს ზარი მეუფე შიომ აკურთხა. მან მადლობა გადაუხადა რეგიონის ხელმძღვანელობას და თითოეულ ადამიანს, ვინც თუნდაც მცირეოდენი წვლილი შეიტანა ამ საშვილიშვილო საქმეში. ძალიან დიდი სიხარულია. ჯერ ერთი მინდა მოგილოცოთ ფერიცვალების ბრწყინვალე დღესასწაული ყველა სენაკელს მიულოცო და ამასთანავე მოგილოცოთ ახალი სამრეკლოს კურთხევა, ზარის კურთხევა, რომელიც დღეს შესრულდა. სამრეკლო აშენდა ჩვენი გუბერნატორის, სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის ბატონი გურამ მისაბიშვილის მეთაურობით, მისი ხელმძღვანელობით და მისი შემოწირულობით და დღეს ჩვენ აღვნიშნეთ წირის შემდეგ, რომ ვინც ეს ტაძარი ააშენა, ბელმონაზონი ამბაკომი გახდათ ბატონი გურამის მეგობარი და მან დაიწყო ეს დიდი საქმე ააშენა ტაძარი, მაგრამ სამრეკლოს გაკეთება ვერ მოასწრო და აი ბატონი გურამმა, როგორც მისმა მეგობარმა ეს დიდი საქმე დაასრულა და ძალიან დიდი სიხარულია დღეს. მაგრამ ბატონ გურამთან ერთად აქ რა თქმა უნდა მონაწილეობდა მრავალი ადამიანი. როგორც ამ ტაძრის მშენებლობაში მრავალი სენაკელი მონაწილეობდა, ასევე ამ სამრეკლოს მშენებლობაშიც მიიღო მონაწილეობა მრავალმა სენაკელმა და სარგებლობ შემთხვევით და დიდი სიყვარულით ყველას ლოცავ და უსურვებ მრავალ ფერიცვალებას და სიხარულს და მრავალი შენება ყოფილიყოს ჩვენს ეპარქიაში და მათ ოჯახებში და ყველა. ჩემთვის ძალიან ბედნიერი დღეა პირადად როგორც გურამ მისაბიშვილისათვის, იმის გამო რომ 2 წლის უკან საფუძველი ჩაეყარა სამრეკლოს მშენებლობას. მუდმივი განცდა არსებობდა მრევლში, მღვდელმსახურებში, რომ საკათედრო ტაძარს არ ჰქონდა სამრეკლო. მართალი გითხრათ, მე შინაგანად ჰქონდა ამის განწყობა, რომ გამეკეთებია. მეუფის ლოცვა კურთხევით დავიწყეთ ეს მშენებლობა. მე ნამდვილად მინდა გითხრათ, რომ ვერ გავანცალკეებ იმ ადამიანების ხელს, რომელმაც ძალიან კონკრეტული წვლილი შეიტანეს ამ სამრეკლოს მშენებლობაში. სხვათა შორის, რამოდენიმე ათეულობით ადამიანი გახლავთ, რომელმაც თავისი კონკრეტული წვლილი. აქ არ არის საუბარი დაუშვათ რაღაც კატასტროფულან დიდდან პატარა თანხაზე მცირედი წვლილიც კი ვინ შეიტანა, მე მინდა თითოეულ მათგანს უღმესი მადლობა უთხრა. დღეს სწორედ მათი ოჯახები დალოცა მეუფემ. მე საერთო ხელმძღვანელობას ვწევდი და რა თქმა უნდა შემოწირულობები ჩემი ოჯახიდანაც გავიღეთ, მაგრამ თავარი ის არის, რომ ეს ყველაფერი გაკეთდა და ჩვენ დღეიდან საკათედრო ტაძარში გვაქვს სამრეკლო, რომელიც ჩვენს მოსახლეობას შემოგვიყვებს მოემსახურება. ამდენად თანაც ესეთ რელიგიურ დღესასწაულზე, რასაც ფერიცვალების დღესასწაული ქვია, მე ძალიან მიხარია, რომ სწორედ ამ დროს დაემთხვა ჩვენი კარიბჭის, ჩვენი სამრეკლოს გახსნა. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით მთელი რაიონის მოსახლეობას მიულოცოთ დღევანდელი დღე, ანუ ფერიცვალობის დღე და ამავე დღეს მრევლს ის რომ მათ უკვე საკათედრო ტაძარში აქვთ სამრეკლო.